და გავაგზავნოთ ჩვენ ვებგვერდზე მუშაობა და შემდეგი ნაწილი იყოს მაგალითად დიზაინის შექმნა, იმიტომ რომ ანუ ეს არის ვებგვერდი, მას გააჩნია ზრავი და მას უნდა გააჩნიოს ასევე დიზაინის განყოფილება, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს მე დამჭირდეს მისი შესვლა. დიზაინები როდესაც იცვლება, ეს უფრო რთული დასაწერია, მოდი შეიძლება ასე ვთქვათ, უფრო მარტივად გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, რომ დიზაინი იყოს TPL ფაილებში, დიზაინი იყოს TPL ფაილებში გაწერილი, არ იყოს PHP-ს რა თქმა უნდა საჭიროა, HTML საჭიროა, მაგრამ იყოს TPL ფაილებში გაწერილი. TPL ფაილებში წერება მაგალითად იგივე Telegram-ზე დიზაინები და ასევე სხვა დიზაინი არის TPL გაფართოებით. მაგალითისთვის ავიღოთ აქ ნებისმიერ ერთ-ერთი დიზაინი, რომელიც Telegram-ზეა მორგებული, ეს არის TPL გაფართოების, როგორც ხედავთ და ჩვეულებრივ აქ თავისი ფაილები გააჩნია, ანუ ინდექსი და PHP ამ შემთხვევაში აქ არ მოიძებნება. დავიწყოთ მასთან მუშაობა, ეს შეიძლება ითქვას იგივეა, აქ გაფართოებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვეულებრივ PHP-ში იწერება და ჩვეულებრივ HTML-თან გვაქვს საქმე, მაგრამ უბრალოდ გაცილებით მოსახერხებელია ეს ფაილები იყოს ცალ-ცალკე დაყოფილი, ვიდრე მთლიანი ინდექსი, როგორც ამ შემთხვევაში მაქვს, მე აქ ჩვენ გვაქვს ინდექსი HTML, ხო? და ანუ მთლიანი აქვს, ერთადაც ის დაყოფილი არ არის. კოდირებაში რო გადავიდე, ახლა აქ ვებგვერდის სათაურიც არის, ისიც არის, მენიუც არის და რა ყველაფერია შიდა. TPL მასლებს საშუალებას ესენი ცალ-ცალკე გავყო და მე როდესაც რედაქტირება დამჭირდება, შემიძლია უფრო უშუალოდ ვიცი რა რომელი განყოფილება სად არის და არ დავიწყებ ძიებას, ეს უბრალოდ კომფორტის საკითხია, თორემ ფუნქცია აბსოლუტურად ერთი და იგივეა. აქ დავიწყოთ მაშინ ამათი დაყოფა, პირველ რიგში ჩვენ დაგვჭირდება ახალი ფოლდერი, იმისათვის რომ დავუშვათ ვაკეთებთ იმის განყოფილებას, რა ქვია, დიზაინის განყოფილებას, ამიტომ უნდა შევიდეთ, სადაც ჩვენი ვებგვერდი არის ამ შემთხვევაში. ტესტ დავარქვით ჩვენს ვებგვერდს. შევქმნათ ახალი ფოლდერი template-ის პონჩი და შეგნით ჩვენ უკვე ჩავატარებთ სრულიად. აქ მე არაფერი აღარ მჭირდება, ამიტომ დავიწყებ უკვე ინდექსთან მუშაობას. დამჭირდება ახალი ფაილი, რომელიც იქნება TPL გაფართოების. ჯერ HTML და მე TPL-ში გადავიყვანთ. აქ იგივეა, რაც ინდექსი. ამ შემთხვევაში ჩვენ აქ იგივე დავაკოპიროთ და მე რაღაც ცვლილებებს მოვახდენთ. ოღონდ ინდექსი HTML TPL გაფართოებისთვის ესეთი რაღაცა არ არსებობს. მისთვის უნდა იყოს main TPL. შევინახოთ. ოღონდ რა თქმა უნდა პატარა ცვლილებები იქნება ჩასატარებელი, იმიტომ რომ მე მონაცემთა ბაზასთან გვექნება ჩვენ კავშირი და უნდა დავუკავშიროთ ეს ყველაფერი მონაცემთა ბაზას. ამ შემთხვევაში უფრო გაცილებით რთული ვებგვერდი იწყება, ვიდრე ადრე ავაწყოთ, ამიტომ ცოტა რამ უფრო რთული იქნება, ცოტა რამ უფრო მარტივი იქნება. კარგი, პირველ რიგში title ეს არის დასახელება, მაგრამ ეს დასახელება მე უკვე TPL-ში აღარ მჭირდება რომ ხელი დავწერო, ის მე უნდა დავუკავშირო მონაცემთა ბაზას, ამისათვის მას მიუთითებ კოდს, ანუ რასაც მე იქ მონაცემთა ბაზასთან მექნება და იქნება title, იქიდან აქედან პროცენტების საშუალებით. ასევე იქნება ეს აღწერის შემთხვევაში. და ასევე იქნება ტეგების შემთხვევაშიც. შეეხება მისამართებს, ეს შეიძლება მე შეიცვალოს, ამიტომ მისამართსაც მივანიჭოთ თავისი კოდირება, რომელსაც მე უკვე გამოვიყენებ და აქედან შევცვლი სურვილი სამეფო. გადავიდეთ შემდეგზე. სათაური ამ შემთხვევაში არ შეიცვლება, იმიტომ რომ ყველა პუნქტში ერთნაირია, აქ დიდი განსხვავება არ იქნება. ანუ სხვა გვერდებზეც ერთი და იგივე სათაური უნდა გქონდეს, ამიტომ მისი შესვლა შეგვიძლია ჩვენ ერთგან შევცვალოთ და ყველგან შეიძლება. მენიუ ცალკე განყოფილება გავაკეთოთ, იგივე კოდირება ვქნათ, იგივე კოდირება დავუწეროთ ჯერ და შემდეგ გადავიტანოთ მასში მოთავსებული ტექსტი. შეგვიძლია წავშალოთ, არ გჭირდება ნამდვილად. და მე თუ კოპირებას ესეც გავაკეთებ, ინდექსიდან ამოვიღებ, ანუ ამ შემთხვევაში ესენი მე ჯერჯერობით არ მჭირდება. პრინციპში რა გავაგზავნო, ბარემ აქვი და ესე იგი ჩვენ გვაქვს მენიუ, ანუ ინდექსიდან დავაკოპირებ ეხლა წინა ფაილებიდან, სად არის იყო მენიუ და იყო მენიუში აი ეს განყოფილება, ხო? კი ბატონო, ამას დავაკოპირებ, შევქმნი ახალ ფოლდერს.
ჩავსვათ შიგნით და დავამახსოვრებიოთ TPL-ში. Odak linki და თავარი გვერდი, ანუ სათაური, არ მინდა მე რომ ხელით წერო ხოლმე, ამიტომ მას დავუკავშირებ მონაცემთა ბაზას, როდესაც მონაცემთა ბაზის ამ კატეგორიებს მე უკვე შევქმნი შემდეგ. Так, სახრანეთ ყოველ შემთხვევაში link და თაით გავამზადოთ და გიყოს. გადავიდეთ შემდეგზე ახლა, გვაქვს ავტორიზაციის ფორმა, ხო? კი ბატონო, ავტორიზაციის ფორმაც იქნება გადასატანი, იმიტომ მასაც კოდირება დაჭირდება. და შევქმნათ იგივე პონჩი აქაც ფაილი. ავტორიზაციის ფორმა. TPL გაფართოებით აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ ეს თავიდან ბოლომდე და ჩავსვათ აქ. ჩვენ ეს შეგვიძლია დავყოთ ნაწილებად, მაგალითად აი აქ ახლა მხელა განყოფილება არ მინდა, ამიტომ ამას ამოვიღებ და აქ უბრალოდ დავწერ მესიჯი და შევქმნი ახალ TPL ფოლდერს. ანუ აზრი ის არის, რომ სწორედ ასე იქმნება TPL ფოლდერი, ამ პრინციპით მუშაობენ TPL ფაილები. ისინი ყოფენ დიზაინს გარკვეულ პატარ-პატარა ნაწილებად. message string აქ ჩასუნდა ესეც დავამახსოვრებიოთ. შემდეგ გადავდივართ უკვე ისევ ჯერჯერობით მუშაობთ განყოფილებაში და შემდეგ არის მომხმარებელის ნიკი და პაროლი, ხო? აქ გავაკეთოთ ორი განყოფილება. პირველი ხო არის ეს ნიკი და პაროლის შესვლის განყოფილება და ასევე უნდა იყოს კაბინეტი, ხო? კი, კიდევ ახალი ფოლდერთან მაქვს საქმე. და მას დავარქვათ user panel. და გავაკეთოთ ესეთი რაღაც, ანუ ჩვენ გვინდა შევქმნათ პირველ რიგში კაბინეტი. რომელიც ასე ვთქვათ, რომელშიც იქნება ჩვენი მომხმარებლის გვერდი, ხო? ნუ კაბინეტს მე ვეძახით, რომ თქვენ შეიძლება იცით როგორც მომხმარებლის გვერდი. ანუ ის განყოფილება, რომელიც დავუშვათ, როდესაც საიტზე შეხვალ და ჩვენი განყოფილება ჩემი გვერდი რო აწერი. ესე იგი შევიდა შემდეგი როდესაც გაიხსნება კაბინეტი, ნუ სასურველია რომ მოგვესალმო. როდესაც ვებგვერდზე გავიდეთ რეგისტრაციაზე, შევარ ჩვენი აკაუნთით, ამას ვიძახი. ნუ აქ დავწერთ გამარჯობა, შემდეგ იყოს მაგალითად ვისი სახელიც არის, უნდა ეს გავამუქოთ. ვისთანაც გვაქვს საქმე, ანუ ვინ შემოვა, ამ შემთხვევაში იქნება ეს ადმინი თუ ნებისმიერ სახელი, რა ნიკითაც ვიქნებით დარეგისტრირებული ვებგვერდზე. ანუ user. ამასაც რა თქმა უნდა ჩვენ მონაცემთა ბაზაში იქნება შექმნილი. ნუ აქ სახელის ნიშანი დავუსვათ ნავი ყურადღების გულისთვის და მეორე ხაზიდან ვიწყებთ გაგრძელებას, ანუ ბორო ნიშნავს მეორე ხაზს. ბორო ნიშნავს ნუ ერთი ხაზით ქვევით. შემდეგი აქ ჩვენ დავწეროთ სანამ დაგვავიწოდა. შემდეგი იქნება გამოსვლის ლინკი, ხო? აქ იქნება მისამართი, რომელიც ჯერჯერობით არა გვაქვს. და ეს ყველაფერი დაუკავშიროთ PHP-ს, როდესაც PHP-ს გავაკეთებთ, მისი სახელი იქნება ფუნქცია, ანუ functions. და ნუ დავხუროთ რა, ეგ ახლა მეტი პარაგრაფი პროფესორად იქ აღარ გვჭირდება, პერას გაიხსნას ევით, მაგ დაიხურება და გამოდის გამოსვლის ღილაკის პონჩი, ანუ ეს ფუნქცია PHP უნდა გაჩნდეს, უნდა გაკეთდეს და ესეც აუცილებლად ასე ვთქვათ
ჩასასმელია ეგ არ დაგვავიწყდეს ამ განყოფილებაში როდესაც მე აქ დავიტოვე ცარიელი ადგილი სწორედ აქ უნდა წავიდეს ეს functions php რომელსაც მოგვიანებით შევქმნით აქ ჯერჯერობით მოვჩით და გადავიდეთ შემდეგ განყოფილებაში ანუ ესეც აღარ დაგჭირდება აქ უკვე ესენი ორი ერთმანეთთან კავშირში იქნება როდესაც შედგება დიზაინი და მონაცემთა ბაზა ჩაერთვება ასე ვთქვათ ამიტომ მოდი აქ მივუთითოთ მისამართი ანუ როდესაც ჩვენ ვეძებთ ძიების შემთხვევაში ახლა გადავედით ძიებაზე უკვე ძიების შემთხვევაში როდესაც მე დავიწყებ ფაილის ძიებას ხო აჩვეულებრივ როდესაც ძიებას ჩავწერ უნდა მოვაგდო სათაური და თვითონ სიახლე რა ამისათვის მე უნდა მივუთითო რომ ანუ ამ სათაურზე რომ დავაჭერ უნდა გადავიდე თვითონ სიახლეზე ამისათვის აქ დავუნიშნე მას მისამართი და ასევე დავუნიშნავ ახლა კავშირს ფარული კავშირი ну როდესაც დაინახავს ასე როდესაც გამოჩნდება ну ამას ახლა ჯერჯერობით აქ მეც არაფერს აღარ შევცვლი გადავიდეთ შემდეგზე ეს არის ბანერი ასევე იქნება ახალი შესაქმნელი და ჩავუსვათ მისი კოდი ხო ბანერს იყოს ну როდესაც საჭირო იქნება მას კოდს მივანიჭებთ ეს დავამახსოვრებიოთ და ისინი წავშალოთ ну შემდეგზე გადავიდეთ აქ დავყოთ სამ ნაწილად ეს იყოს მაგალითად მაღლა თავი ანუ ზედა ნაწილი ეს იყოს შუა ნაწილი დაგჭირდება ახალი განყოფილება რომელიც ანუ ეს არის გვერდის მთავარი ნაწილი ეს განყოფილება არის აქ სწორედ ამ განყოფილებისთვის ვქმნი ახლა მე ფაილს სადაც მოთავსდება ის ინფორმაცია რაც გამოქვეყნდება მთავარ გვერდზე მაგალითისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ინფორმაცია, ну, გააჩნია თუ რა ტიპის იქნება ჩვენი ვებგვერდი, ამ შემთხვევაში მე ჩვეულებრივ ნებისმიერი ინფორმაციას ავიღებ ვიკიპედიაშიდან, მაგალითად ინფორმაცია საიტის შესახებ. და იყოს ესეთი ორი განყოფილება ну ესენი აღარ გვინდა დრო იქ განყოფილებაში გადავიდა, ну, გადავიდა ინფორმაცია. შევქმნათ კიდე ახალი შემდეგი განყოფილებისთვის. და ამ განყოფილებაში უკვე წავაუშვალოთ სტატიის დასახელება ის განყოფილებები და აქ ახლა მოკლე აღწერის ტექსტია, ანუ იწყება საიდან ესე იგი article სტატიის აი აქედან სულად ნახვა აი აქედან იწყება და აქ მთავრდება ეს არის სულად მოკლე აღწერის უბრალოდ ტექსტი, ხო?
რომელიც TPL ფაილი შენ შევჩაქვენეთ article intro და აქ რაღაცებს ჩავატარებთ, ანუ რა შემთხვევაში იგივე მაგალითად სტატისტიკური შეიცვლება და ის მაგივრად title დაიწერება. ანუ ეს კოდირებებით უნდა დაუკავშირდეს უკვე თქვენ ხელით ხوار დავწერთ ყოველი იმის გამოწერის დროს, თორე შეგვიძლია ხელით დაწეროთ, მაგრამ ეს სისულელია. აქ თარიღი ხელოვნურად არის და ჩვენ ავტომატურად დავაყენებთ შემდეგ. აქაც ლინკი. ისიც ახრანით. რაც შეეხება თაიმას, რა ქვია, ეს ამოვიღოთ ხო? ეს beginning აქამდე ამოღებული იქნება. და გავაკეთოთ ახალი ეს ვებგვერდის ისინი იგივე დარჩება, ახლა აქ არაფერი არ იცვლება. ამიტომ შეგვიძლია ეს უბრალოდ ამოვჭრათ. და როდესაც შეიქმნება ახალი, უბრალოდ ჩავაკოპიროთ. ეს გვერდებისთვის განყოფილება. მაგალითად ASN-ი ჩვენ აღარ გვჭირდება, ამიტომ აქ დაიწერება. და ეს მონაცემთა ბაზიდან გაიმართება, მაგრამ პრინციპში გავაკეთოთ. ახალი შევქმნათ მოკლედ. TPL და აქ ლინკი თავისი დაიწერება. და აქაც ასე თქვათ ეს რა ქვია ნომერი თავისი დაიწერება. ეს აღარ გვინდა. და ამით მორჩა აქ ეხა განყოფილება, მეტი მას არ გააჩნია. ეს არის პირველი გვერდი, ანუ მთავარი ინდექსი HTML ჩვენ დავყავით TPL ფაილებად, როგორც ხედავთ, როგორც ჩვეულებრივ დიზაინებში ხდება ხოლმე და ცალ-ცალკეა ყველაფერი. ყველა განყოფილება სასახე გადავიდეთ. ახლა გადავიდეთ მეორე გვერდზე, მაგალითად იგივე ძიების გვერდზე. უпростоრად ინდექსთან რა საქმე გვაქვს? ძიების ან ინდექსი თავიდან ბოლომდე განვიხილე და ყველაფერი და დავყავ. ეხლა გადავიდე შემდეგზე. ანუ იმ შემთხვევაში მეორე იყოს CR-ში, ან ძიება, ხო? აქ მე გავაკეთებ ახალ TPL ფაილს, იგივეს ვიწყებ ახლა ამ კატეგორიისთვისაც. ანუ იგივე ამ გვერდისთვისაც, CR-ში გვერდის, ძიების გვერდისთვისაც ვიწყებ ახალი TPL ფაილების შექმნას. პირველად გვჭირდება search result. Ja, გადავა search-დან მაგალითად ძიების შედეგები. სიახლებსაც ცალკე უნდა შევქმნა, მოდი search item გავაკეთოთ ჯერ. items. სწორედ ეს განყოფილება უნდა შეიქმნას და ეს მონაცემები იქნება შიგნით. აქაც ისინი დაიყოფა ლინკებად და ეს დასახელება title. აქ ისინი უკვე აღარ დაგჭირდება და
ასე. მაგალითად ეხა კიდე რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ვერაფერი ვერ იპოვა. ნუ ამის შედეგი რა თქმა უნდა მივუთითოთ ვებგვერდს. ნუ ესეც უნდა შეიქმნას, მოკეთ ყველაფერზე უნდა ვიზრუნოთ. სახრანიც, იგი შევინახოთ და მისი სახელი იყოს სიარჩი. ნუ თქონდა არაფერი მოიძებნა, ნუ სახელი აზგინეს და არ ქვიდიათ ამას მნიშვნელობა. არა აქვს, თავარია სახელები დავიმახსოვროთ და არ დაგვავიწყდეს, მეტი დიდი მნიშვნელობა მათ არ გააჩნიათ. თქვენს მიმეთითებული ფაილი სახელი ფაილი ამბობთ სახელი ვერ მოიძებნა კი ბატონო სახრანით. და გავაკეთოთ ისინი რა ქვია. თვითონ განყოფილებები რა. ჩამონათვალი. ჩამონათვალში ჩვენ აქ დაგვჭირდება პირველ რიგში დასახელება. უნდა ჩვენ შეგვიძლია კოდირებით დავწეროთ, არ უნდა მთლიანი დასახელება და ასევე დაგვჭირდება დაჟე პარაგრაფიც არ უნდა ისე დავწეროთ, ეს კრან მოკლე აღწერა. მოკლე აღწერა, რომელიც გაუკეთდება, როდესაც ჩვენ section მიცით რამეს ვიპოვით, მისი სახე, მისი ჩვენ ასე ვთქვათ დავინახავთ მის სათაურს და მოკლე აღწერას. ეხლა უკვე შემდეგ გავაკეთოთ მენიუს განყოფილება. აქ პრინციპში message რო წერია, message out მიუთითოთ, თორე ვერ მიხვდებით მე. ნუ მე გასაგები გახდება, რომ უგიანებით მიხვდებით თუ რატო დაუწერი აქ message out, იქ სხვა განყოფილებას არის message და ერთმანეთს დაემთხვევიან. ხო, სხვადასხვა აქ იმედია რაღაც შეცდომები არ გვექნება კიდე, თორე ძალიან ბევრი ზოგი რაღაცები აქ უკვე აღარ გვჭირდება. რაც დამჭირდება მე გამოვიძახებ, ხა ძალიან გადაიტვირთე, ამიტომ რაღაცები მოხსნათ. მაგალითად ახლა გავაკეთოთ, შემდეგ უკვე გადავიდეთ რეგისტრაციის განყოფილებაზე რა. გავაკეთოთ რეგისტრაციის ფორმა. უნდა გვჭირდება HTML, იმიტომ რომ იქიდან უნდა დავაკოპიოთ რაღაცები. აქ რა წერია. ესე იგი ფორმა რეგისტრაციის ის რა ქვია, უნდა შევუცვალოთ რომ მოკლედ და აქედან უნდა დავაკოპიროთ მაგალითად სხვადასხვა აქ ფორმის დასრულება არა გვაქვს. და გადავიდანოთ, ხო? პაროლის გამეორება, რეგისტრაცია. აქ მოქმედებაში როდესაც არაფერი არ წერია, ანუ ჩვენ როდესაც მისამართი არ აქვს, ჩვენ როგორც წინ მივუთითეთ, ისევე დავუკავშირებ ფუნქციონ PHP, რომელიც მე აუცილებლად გამოვწერ. აქაც თუ რამე შეცდომა იქნება, message, შეტყობინების message გამოვა ზედა მხარეზე, ნუ ამასაც так, რა დაგვრჩა ეხა ჩვენ მოდი. რომელი გამოგჭი ახლა აქედან კიდე 9-ია. ხო, და აი ესენი იყოს, ხო, დამატებითი გვერდები ამ შემთხვევაში. მენიუ და ასე შემდეგ. კარგი. შევქმნათ ახალი. და დავაკოპიროთ ეს არტიკლი, ამ შემთხვევაში ეს არის სრულად აღწერის ტექსტი, ხო? დავაკოპიროთ ეხლა ეს ჩვენ ამ განყოფილებაში.
აქაც ეს ცვლილებები მოხდება, ეხა იგივეა რა, სტანდარტულად ყველაფერი როგორც გავაკეთე აქამდე. ამის მიგრად იქნება full text. რასაც გვინდა იმას დავწერთ. რასაც გვინდა რა, ანუ ეს სახელები უნდა დავიმახსოვროთ და მე მივივართოთ, ხო, მონაცემთა ბაზასთან, როდესაც გვექნება კონტაქტი. როგორც უკვე ალბათ შეატყობთ, მე გაცილებით უფრო რთულია, ესეთი სტრუქტურის საიტია, ვიდრე წინა იყო. აქ შეგვიძლია მაგალითად ჩავსვათ ანუ ის განყოფილება, რომელთაც ჩვენ მაგალითად ეხლა ვეკითხოთ, ანუ article და article intro ჩვენ აქ ეს მოვიყეთ, სადაც ხდება title-ის შემდეგ მოკლე აღწერა, ხო? იგივე შეგვიძლია ჩავსვათ ამ შემთხვევაში აქაც. ნუ ამითაც ესეც მორჩა, ეხლა რა დარჩა მესიჯი დარჩენილა კი ბატონო. აქ ძალიან პატარა მესიჯის შეტყობინა ეს არის სულ რა. შევქმნათ ახალი. ვუცვლი რა ამ იმას შეტყობინება იქნება ტექსტი, სათაურიც იქნება title. ეს აქ მორჩა TPL ფაილებთან მუშაობა, ნუ ზირთადი პრინციპი მეგონი გასაგებია. შეიძლება აქ რაღაც შეცდომები იყოს ახლა დაშვებული იმის დამიხედვით, მაგრამ დღესაც დიზაინი მოხდება ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით ყველაფერი სწორია, მაგრამ გამორიცხული რა თქმა უნდა არაფერი არ არის, როცა დიზაინის დაწყობა იწყება, მასში აუცილებლად ახლა მე არ შემიძლია ვიზუალურად ვაჩვენო ეს დიზაინი, ვიზუალურად გაჩვენოთ, მაგრამ პრინციპი როგორც ასეთი TPL ფაილებთან მუშაობის არის შემდეგი. იმ შემთხვევაში თუ ძრავი არ აყენია და ძრავის დაყენების შემთხვევაში აქ იცვლება კოდირებები, მაგრამ ძირითადი ფორმა თუ როგორ შეიძლება მასთან მუშაობა არის შემდეგნაირი.